მე ზაზა რა მინდა მე ლუკას უნდა ვთქო პატუცემულო მეგობრებო მოგესალმებით მე გახლავართ ზაზა ხატიაშვილი ადვოკატი უფლებადამცველი ეს არის ჩემი საათო გადაცემა დღეს ჩვენ ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი ქალბატონი ანა ჟღენტი ძალიან ცნობადი სახე საქართველოს ადვოკატთა კორპუსში ქალბატონი რომელიც მუდამ მთელი თავისი არსით იცავს ადამიანის უფლებებს, ადვოკატის უფლებებს, ხშირად ხდება სახელმწიფოს სტრუქტურებისაგან თავდასხმის ობიექტი, მაგრამ ქალბატონი ანა ჟღენტი მუდამ დგავს იქ, სადაც უნდა იდგეს, ანუ ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე. დღეს არის დედის დღე, მე მინდა ყველა ქალბატონს მოგილოცოთ დედის დღე და დღეს მოვიწვიეთ ქალბატონი ანა ჟღენტი, რომელიც ბრძანდება დედა და ერთ-ერთი წარმატებული ქალბატონი საქართველოს ადვოკატთა კორპუსში. ანა, დიდი მადლობა მომბრძანებისათვის, ძალიან დიდი პატივია შენი სტუმრობა ჩემს პირდაპირ გადაცემაში და მე მინდა პირველი კითხვით მოგმართოთ. თქვენ ბრძანდებით უფლებადამცველი. ბრძანდებით ადვოკატთა უფლებათა კომაგი. მე როდესაც მქონდა აქციები ადვოკატთა უფლებების დაცვის კუთხით, ანა ჟღენტი ყოველთვის იდექი პირველ რიგებში და იყავი იქ, სადაც ჭირდებოდა ადვოკატთა კორპუსი. მე მინდა კითხოთ პროფესიულ კითხვა, რა არის შენთვის ადვოკატი და როგორი უნდა იყოს ადვოკატი და შენთვის აი რას ნიშნავს ეს პროფესია? პირველ რიგში ზაზა მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო. ჩემთვის ყოველთვის პატივი არის იქ დგომა და ყოფნა, სადაც შენ ხარ უშუალოდ. და მინდა აგრეთვე დავამატო ის, რომ შენ ხარ ის ჩვენი თავმჯდომარე, რომელიც ისტორიაში შევა თავისი ბრძოლით, თავდაუზოგაობით და ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ შენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდი ჩვენ უფლებებს, იდექი ჩვენ გვერდზე და არა მარტო იმ წლებში, არამედ როდესაც აღარ იყავი თავმჯდომარე, მაშინაც ყოველთვის ჩვენ გვერდით გახარ და არ ვიცი სადამდეც ვიქნებით მე ვარ ყოველთვის იმ შთაბეჭდილების ქვეშ რომ მე მყავს აი უძლიერესი ადამიანი გვერდზე როგორ თქვა პატრონი მყავს როგორც ადვოკატს პროფესიულად და სანამ შენ ხარ ზაზა მე პირადად არაფერს არ მეშინია. რა შეეხება ადვოკატობას 28 წელი არ არის პატარა სტაჟი და მე ვთვლი რომ ეს არ არის ჩემი პროფესია, ეს არის ჩემი ოჯახი. და ყოველთვის ვეცდები რომ ყოველი ჩვენთაგანის გვერდით რა შემიძლია დავდგე ჩემ შესაძლებლობების და არაშესაძლებლობების ფარგლებში და ყოველთვის ვეცდები რომ ჩვენი პროფესია იყოს ღირსეული, არადაკნინებული და გავაძლიეროთ. შენი მოსწავლე ვარ ზაზა ხო. ანა, ჩვენთვის ადვოკატებისთვის მთავარი მნიშვნელობა აქვს სამართლიანი სასამართლოს. თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, ადვოკატის პროფესია იქნება დაცული, ადვოკატის პროფესია იქნება პოპულარული, ადვოკატის პროფესია იქნება დაფასებული. სამართლიანი სასამართლოს ძალიან უჭირს. ბევრმა ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, ავიღოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, საქართველოს სასამართლო სისტემაზე საუბრისას ახსენა კლანური მმართველობა და აღნიშნა, რომ ხშირად საქართველოს სასამართლოში ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. თქვენ როგორც უფლებადამცველი, მაინტერესებს რა პრობლემებს ხედავთ საქართველოს სასამართლო სისტემაში, რა უნდა გამოსწორდეს, რა დადებითი ძვრებია, რა თქმა უნდა, დადებითი ძვრებიც უნდა ვახსენოთ, თუ არის ასეთი და საადვოკატო საქმიანობაში გეშლება თუ არა ხელი, როდესაც შენ ფაქტობრივად შედიხარ პროფესიაზე, ცნობილი ადვოკატი ანა ჟღენტი და ფაქტურად პროკურორი და მოსამართლე ერთად გებრძვიან, როდესაც იცავ შენი დაცვის ყოფი პირის ინტერესებს და აი რა არის ძირითადი პრობლემა თქვენთვის როგორც უფლებადამცველისთვის, რა უნდა გამოსწორდეს და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი საქართველოში რა ეტაპზეა დღეს? ზაზა, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს დავარქმევთ კლანურ მმართველობას, არაობიექტურ სასამართლოს, ეს პრინციპში ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, პრაქტიკოსისთვის, დიდი განსხვავება არ არის. და გინდაც არ იყოს კლანური და მხოლოდ არაობიექტური, რა მნიშვნელობა აქვს საქმის შედეგებზე, ხო? ვზარალდებით. მე მინდა ვთქვა დადებითი ის, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გვახსოვს წინა რეჟიმი, სადაც ფაქტობრივად გამამართლებლები არ იყო და დღეს გვაქვს ეს გამამართლებლები,
თუმცა ხანდახან ვიძახი ხოლმე რომ თუ გინდა გამამართლებელი აიღო უპატრონო პატიმარი უნდა გყავდეს თქო ანუ თუ დაინტერესება არ არის მართლა ობიექტური გადაწყვეტილებები არის და განაჩენები მაგრამ თუ დაინტერესება არის და მით უმეტეს ეგ პოლიტიკური დავარქვათ პირადი ინტერესი ვიღაცის ну მაშინ აღარ უნდა გქონდეს იმის განცდა რომ შენ შეიძლება მიიღო ობიექტური განაჩენი გარდა ამისა ძალიან ცუდი კანონმდებლობა გვაქვს რაც სამწუხაროდ დღემდე ბევრი მუხლები არ შეიცვალა რაც ჩვენ გვხვდის არა მარტო სასამართლოს არამედ პროკურატურის ქვემდებარეს და ჩვენ ვიცით ეს მუხლებია საპროცესო შეთანხმება მაგალითად და რო იცი წინ და წინ რომ მოსამართლე ვერ გარისკავს რომ სიტყვაზე გაამართლოს და მე მოსამართლების თვალებში პირდაპირ აი ცრემლებივით დამინახია რომ პროკურორს ეუბნებოდა რომ გაუკეთეთ საპროცესო ანუ წინ და წინ გვანიშნებენ მოსამართლეები რომ მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ მიუხედავად იმისა რომ აი ეს არის სამართლიან სასამართლოს პრინციპის დაბლა დიახ ზუსტად კი ბატონო მაგრამ აქ ლაპარაკი არის რომ ჩვენ კანონმდებლობაც არ გვიწყობს ხელს ადვოკატები რეალურად ხო იცი ზაზა არავინ ახლა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს და წლები ადვოკატები ვართ არავინ არ გვითხრას რომ ადვოკატი რაღაცას იქ სასწაულს მოახდენს ვერაფერს ვერ მოახდენს იმიტომ რომ შენ ხარ სისტემის ფაქტიურად პატიმარი კანონმდებლობით აი ამაზე არის საუბარი მოსამართლე რო შეგაწყვეტიებს დასკვნით სიტყვას მოსამართლე რო ელემენტარულად პროკურორი რო 20 ჯერ გადადებს სასამართლოს იმიტომ რომ ხან ტრენინგზეა და ხან ესთეტიკურ ცენტრში არის და შენ ერთხელ არ გადაგადებიებენ არის თუ არა ეს დისკრიმინაცია ადვოკატის ანა აი ეს ახლა ეს ჩემ მეორე გადაცემა ობიექტივზე და პირველ გადაცემაში ადვოკატებმა რაზე გამოახვილეს ისეთ ყურადღება ელემენტარულად ხო 9 თვე არის წინასწარი პატიმრობა ხო ესეა მეტი ხო არ შეიძლება კონსტიტუციის თანახმად და პროკურატურას თქვა 8 თვის განმავლობაში ეძლევა მტკიცებულების წარდგენის უფლება და როდესაც ადვოკატმა უნდა წარადგინოს მტკიცებულები მოსამართლე ეუბნება რომ ის უნდა ჩაეტიოს ერთ თვეში და თუ ადვოკატი ვერ წარადგენს ამ მტკიცებულებს მოსამართლე უხსნის მტკიცებულებებს და როდესაც დაცვის სიტყვა უნდა თქვას ადვოკატმა მოსამართლე ეუბნება რომ 15 წუთზე მეც არ გაწევს როცა ადვოკატს 100 გვერდიანი დაცვით სიტყვა აქვს. არის თუ არა შენ პრაქტიკაში ესეთ შემთხვევები და ამ შემთხვევაში ირღვევა თუ არა ადვოკატის უფლება, ირღვევა თუ არა ბრალდებულის დაცვის უფლება. და ყველაზე მთავარი, შენ კარგად იცი, მე დიდი ბრძოლით მივახციე იმას, რომ საადვოკატო საქმიანობაში ხელი შეშლა არის სიცხლის სამართლის დანაშაული და ამ შემთხვევაში როცა მოსამართლე გეუბნება რომ ერთი თვის მანძილზე უნდა წარადგინო მტკიცებულები როცა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი ანუ სამართლიან სასამართლოს უფლება შენ უფლებას გაძლევს იყო თანასწორი პროკურორთან და რა თანასწორობაზეა საუბარი როცა 8 თვე პროკურორმა უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და ერთი თვე ადვოკატმა უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და თუ ადვოკატმა ვერ მოახდინა მტკიცებულების წარდგენა მაშინვე ადვოკატს ამ მტკიცებულებებს უხსნიან და აი თქვენი აზრი მაინტერესებს ეს არის თუ არა მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა რაც არის ევროკონვენციის მე-6 მუხლის ერთ-ერთი მოთხოვნა და ეს არის თუ არა სასამართლოს უფლების დარღვევა ადვოკატთან მიმართებაში და არის თუ არა ეს საადვოკატო საქმიანობის ხელი შეშლა უცბად ჩამოვაყალიბებ ზაზა რო არის ეს ხო ფაქტი არის მეც მქონია ეგეთი პრაქტიკაში მაგრამ მტკიცებულების წარდგენამდე ჩვენ არანაირი შეჯიბრებათობა არ გვაქვს. ავიღოთ აღკვეთი ღონისძიება. შენ გაქვს 48 საათი, გარდა ამისა შაბათ-კვირა თუ და ემთქვა საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებ, როდესაც აღკვეთ ღონისძიებამდე 6 თვე, 8 თვე იჯდა პროკურატურა და უსმენდა ამ ბრალდებულს, უამრავი დოკუმენტაცია მის წინააღმდეგ შეაგროვა. აღკვეთ ღონისძიებაზე ჩვენ გვაქვს რეალურად შეჯიბრებათობა? ან თუნდაც ვიდეო მასალის ამოღება სანამ ჩვენ მივალთ პოლიციას უკანონოდ ამოღებულიც აქვს ნანახიც აქვს და ესე იგი გამოძიების ბოლოს თუ მოგცემენ რაღაც ვიდეო მასალას აი ნუ ძალიან აბსურდული სიტუაცია სამართლებრივ ასპექტში და კანონმდებლობის ასპექტში და ის მუხლი რაც შენ მაშინ ესე იგი ფაქტიურად იბრძოლე და გამოსტყუე მოდი ამ სიტყვას ვიხმარ დღესდღეობით ფაქტიურად არის მკვდარი მოდი ესე ვთქვა თქვენ ბრძანდებით ქალბატონო ანა ის პიროვნება რომელმაც ეს მუხლი გააცოცხლა
და იბრძოლა და საადვოკატო საქმიანობის ხელის შეშლაზე ადამიანებს წაუყენეს ბრალი. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, მე მინდა ვთქვა, რომ ეს მუხლი არ გაცოცხლებოდა, აი თქვენ რო იბრძოლეთ და თქვენი საადვოკატო საქმიანობის ხელის შეშლაზე ადამიანებს ბრალი წაეყენათ და ის ადამიანები სავარაუდოდ დაიჭებიან. Ai ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აი ჩემთვის როგორც თქვენი მეგობრისთვის, თქვენი კოლეგისთვის სამაყვა ის ფაქტი, რომ აი ყოველთვის ანაჟღენტი იბრძვის, ყოველთვის ანაჟღენტი როდესაც იბრძვის მარტო ზოგჯერ, მაგრამ მაინც იბრძვის და ამიტომ გაქვთ თქვენ ძალიან წარმატებული საადვოკატო კარიერა და მე ვფიქრობ, რომ თუ საქართველოში იქნება სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, აი თქვენ ან ახსენეთ, რომ ჩვენ ხელს გვიშლიან, თქვა ადამიანს დაჭერა რო უნდათ, რომ მტკიცებულები ვერ ამოვიღოთ, ხო? პარასკევს ღამე აკავებენ. რო შაბათ კვირა, ან და კვირა მაქსიმუმ არის ახვეთი ღონისძიება, რომ ადვოკატმა ვერაფერი ვერ გააკეთოს. აი ამ პირობებშიც კი, ადვოკატი განათლება, ადვოკატის ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების ცოდნა, მე რასაც უყურებ, იმდენად სოლიდურია, რომ სასამართლო რო იყოს ელემენტარულად დამოუკიდებელი, ისეთი საქმეები შემოდით სასამართლოში. პროცესუალური ნორმების დარღვევით, რომ სასამართლო ვალდებული უნდა იყოს დააყენოს გამამართლებელი განაჩენი, თუ იქნება ელემენტარული სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, ჩემი აზრია ეს. თქვენ როგორ ფიქრობთ? აბსოლუტურად გეთანხმებით და რომ ევროპულ პრაქტიკასაც თავი დავანებოთ, ზაზა, ჩვენ სხვათა შორის ყავდა მოსამართლე ქალბატონი, რომელიც ერთი პატარა შეცდომაზე საათშიც კი გამამართლებელს აყენებდა. ქალბატონი ლია ორკოდაშვილი თუ ვაიმე, საოცარი მოსამართლე იყო. აუცილებლად მინდა რომ ვახსენო, იმიტომ რომ მისი ყოველი განაჩენი ეს არის ობიექტურობის, დემოკრატიის და მოსამართლის მაჩვენებელი და მე ვთვლი რომ პრაქტიკაში მისი განაჩენებით უნდა აღიზარდონ მოსამართლეების იუსტიციის სკოლაში მომავალი მოსამართლეები. სხვა შორის შეერთებულ შტატშიც ყავდათ დამავიწყდა გარდაიცვალა მოსამართლე ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ვიდეოები იყო ხოლმე როგორ ადამიანურად ექცეოდა ადამიანებს ჯარიმებს უხსნიდა ანუ ადამიანობა უნდა ქონდეს პირველ რიგში მოსამართლეს. და პროფესიონალიზმი. და პროფესიონალიზმი. და გამბედაობა, რაც ლია ორკოდაშვილს აქვს. აი, ზუსტად. ეხლა ჩემს საკითხს რაც ტრაგედია სხვათა შორის ქალბატონია რო წავიდა სასამართლოს. ძალიან დიდი ტრაგედია არის. ბატონო ზაზა, მე ხო კიდე ერთი რამ მინდა ვითხრა, რომ მე აი ჩვენ გვაბრალებენ, რომ მოსამართლეები ცუდ სიძახითო და ქალბატონია ორკოდაშვილზე ადამიანმა არ გამიგია რომ ცუდი თქვას. არა, რას ამბობთ? აი ეს არის, ხო? აი ეს არის მოსამართლის ღირსება. ნამდვილად. ბატონო ზაზა, გარდა ამისა თქვენ ახსენეთ, რომ მე მარტო ვიბრძოდი, მე მარტო თუ საბრძოლი იყო, მე მარტო არ მიბრძოლია. მე თქვენ ანუ მარტო იწყებდი ბრძოლას და მე გედექით. თქვენ მედექით გვერდით კი არა, მე კარგად მახსოვს, როდესაც ჩემივე საქმეზე შენ შვილი გყავსო და მე დავждები და მე ვიშიმშილებო. თქვენი სიტყვები მე არ მავიწყდება და იცით რა მინდა მივმართო ჩვენ კოლეგებს თუ უყურებენ. ჩვენ დღეს იმ დონეზე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ვართ. იმ დონეზე ჩვენ ინსტიტუტს ანგრევენ და ებრძვიან, ზაზა, რომ ისევ ჩვენი ხელით ანგრევენ. ჩვენ უნდა ყველა ადვოკატი დღეს გავერთიანდეთ. ვიღაცა მოსწონს, ვიღაცას რაღაცა, მაგრამ დღეს თუ ჩვენ ერთად არ დავდექით, როგორც მაშინ თქვენ პერიოდში ვიდექით, ჩვენ ვერ გაუძლებთ ამ წნეხს. საერთოდ ადვოკატის ინსტიტუტი ისეთ ქვეყანაში, როგორც არის საქართველო, სადაც ავტოკრატიული რეჟიმებია, არის მიუღებელი. ადვოკატის ინსტიტუტი რატოა მიუღებელი? იმიტომ რომ ადვოკატი არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც შეუძლია ნაცემი, ნაგვემი, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანიდან გამოიტანოს ინფორმაცია, ჩაატაროს ბრიფინგი და ასე შემდეგ. ამიტომ ადვოკატის ინსტიტუტი იმ ქვეყნებს, როგორც არის საქართველო, ბელარუსი, რუსეთი და სხვა პოსტსაბჭოური სახელმწიფოები, სახელმწიფოც არის მიუღებელი. და მნიშვნელოვანი რა არის, იცით, თუ ჩვენ ადვოკატები ერთად არ დავდექით, რა თქვენ ბრძანეთ, ძალიან ცუდად შეიძლება განვითარდეს საქართველოში საადვოკატო საქმიანობის პროცესები. გეთანხმებით. დღეს ყველა მიუხედავად პოლიტიკური მწამსისა, მიუხედავად, რა ვიცი, ეროვნების, რასის, სქესის, რა ვიცი, როგორ გავ თქვა სხვანაირად, მართლა კოლეგებო, ყველას მოგიწოდებთ. ჩვენ უნდა მორჩეთ შიდა აი ამ დაპირისპირებებს, უნდა დავდგეთ ერთად.
და ჩვენ შევძლებთ ძალიან ჩვენ მეოთხე ხელისუფლება ვართ. თუ მეორე არა ისე რეალურად რო ვთქვათ. ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია, ჩვენ გვახსოვს, როდესაც ციხის ბუნტის დროს არასამართლებრივად მოგვექცენ და ციხეებში აღარ შეგვიშვეს დილით, ბატონ ზაზამ პირდაპირ გამოვიდა და იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სულ ყველა ფაქტობრივად ციხის კარზე ვიდექით, ვიმსახურებდით თუ არა, გაფიცვა გამოაცხადეთ. კი, გამოაცხადეთ და რეჟიმა უკან დაიხია. დაიხია კი არა, ერთ საათში მუხლებზე დაგვიდგა. ხო და ჩვენ კოლეგებს ახალგაზრდებს უფრო მივმართავ, რომ ნახეთ ეს ძველი კადრები, ნახეთ როგორ ერთად ვიდექით. ვერც სასამართლო გაბედავს, ვერც პროკურატურა გაბედავს, როდესაც ჩვენ ერთად ვიდგებით. მე მინდა ანა ერთი კითხვა დაგისვა. რამოდენიმე დღის წინ მეორეს მოსმენით მიიღეს იურიდიული დახმარების შესახებ კანონის ცვლილებები, სადაც ორი ძალიან ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, იურიდიული დახმარების სამსახური მე როცა თავმჯდომარე ვიყავი, გამოვიყვანე სახელმწიფოს დაქვემდებარებიდან და ეს იყო დამოუკიდებელი ინსტიტუცია. მე მინდა ვთქვა, რომ იქ ძალიან წესიერი, ძალიან კეთილშობილი ადამიანები ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ღვაწლი და ბევრი გამომართლებელი განაჩენი აქვთ ადვოკატებს გამოტანილი. დღეს ეს სამსახური ანგარიშვალდებული აღარ იქნება პარლამენტის წინაშე და არის ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრის წინაშე და იურიდიული დახმარების საბჭო, სადაც 2/3 მაშინ მე ვიომე ამაზე. ვიომე და ისე გავიტანე. 3 იყო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, იყო სახალხო დამცველი წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მხოლოდ 2 წარმომადგენელი ან 3 ყავდა სახელმწიფოს. დღეს იცვლება და სახელმწიფო წარმომადგენელი ამ საბჭოში იქნება უმრავლესობა და ყველაზე დიდი უბედურება. იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს სადაც ადვოკატები არიან დამოუკიდებელი პროფესიის მქონე პირები, რომლებიც არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, ანა დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. წარმოგიდგენიათ დამოუკიდებელ ადვოკატებს, რომლებიც არიან დასაქმებული იურიდიული დახმარების სამსახურში, რომელიც კი ბატონო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ანუ სახელმწიფო დამოუკიდებელ ადვოკატს ქირაობს, რომ სოციალურ დაუცველ პირს მოემსახუროს. მეტი არაფერი სახელმწიფოს რა უფლება აქვს, რომ საადვოკატო საქმიანობით ჩაერიოთ. მე მინდა შეგახსენო და კარგად იცით, რომ არის კუბაში მიღებული 1990 წელს ადვოკატთა უფლებათა დაცვის კონვენციას ვეძახით ამას, ეს არის გაეროს პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ადვოკატმა თავის საადვოკატო საქმიანობა უნდა განახორციელოს ყოველგვარი ჩარევის, ყოველგვარი დაშინების გარეშე. მე თქვენ გისვავთ კითხვას, ადვოკატი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დაუნიშნავს დირექტორს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის საადვოკატო საქმიანობაში უხეშ ჩარევა და დამოუკიდებელ პროფესიაზე შეტევა? მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩარევა არის, არამედ დამოუკიდებლობის სრული იგნორირება არის ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახურს იმაზე მეტი ტვირთი აქვს, ვიდრე უნდა კონდეს რეალურად, რაც სხვათა შორის ესე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ზაზა, ამდა თქვენც მოგეხსენებათ, არაჯანსაღი კონკურენცია არის საადვოკატო ბაზარზე, ხო? სპეციალურად აკეთებენ, ხო, ეს კანონმდებლობა, იმიტომ რომ კერძო ადვოკატები, ხო? ჩვენი მე და თქვენი ბრძოლის ერთ-ერთი მახსოვს ეტაპი იყო ის, რომ ეს ჩვენი ადვოკატები უნდა განთავისუფლდნენ ამ წყენეხისაგან და საპროცესო შეთანხმება არ უნდა იყოს სავალდებულო. რომ პირდაპირ ეუბნებიან, რომ აი იცით რა კერძო ადვოკატი არა. ხო. აი ბოდიშით ახლა გააგრძელეთ. ხო, ეს ჯერ ეს ერთი მარტო შეერთებულ შტატებში რამდენი ადვოკატი და ჩვენთან 11000 ადვოკატი, ეს არის არაჯანსაღი კონკურენციის ბაზარი უკვე, არასწორი არის და ამ ფონზე კიდე როდესაც მთლიანი ეგრეთ ვთქვათ უფლებამოსილება გადაეცემა იურიდიულ სამსახურს და კერძო ადვოკატურები ფაქტობრივად უფუნქციოდ რჩებიან ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა თქვენ მართალი ხართ, თვითონ გამომძიებელი ეუბნება, არ გინდა კერძო ადვოკატი, ანუ ეგრეთ ვთქვათ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს დაგინიშნავთ. ეს არის ჩვენი უფლებების დარღვევას და სხვათა შორის იურიდიული სამსახურის ადვოკატებიც შეუძლებელი არის
ადამიანის ჯანმრთელობაზე თუნდაც არ იმოქმედოს თვეში 50 და 60 საქმე. კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უკვე გადაღლილები არიან, აი ფიზიკურად ახლა პირადი ცხოვრების და დასვენების უფლებას ბოლო-ბოლო კონსტიტუცია გვაძლევს. რა დააშავეს ამ ადვოკატებმა, ხო? ესეც არასწორი არის. ჯერ ეს ერთი მე არ მესმის, კი სოციალურ დაუცველზე გასაგებია, მაგრამ როდესაც ბრალდებული პროკურატურას 20,000 ლარს და თუნდაც 10,000 ლარს თავაზობს, 9 მილიონს და იმას იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი იცავს, ეს ვფიქრობ, რომ არასწორი არის. არასწორი კი არა, ჩემი აზრით, ამ სამსახურის ადვოკატები გმირულად ახორციელებდნენ დაცვას, გამოქონდათ გამომართლებელი განაჩენები. ბევრ საქმეებს აწერდნენ, რომ მათ თავის ადვოკატო საქმიანობა ვერ განეხორციელებათ, მაგრამ მაინც ძალიან კარგად იცავდნენ და დღეს ადგენენ და უკვე პრემიერ-მინისტრის არაპირდაპირ დაქვემდებარების ქვეშ გადაიყვანეს, რომელიც არის ჩემი აზრით არასწორი და ალბათ მოვა დრო და სხვათა შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა პარლამენტში და ბრძანა ირაკლი ყანდაშვილმა, რომ ეს სამსახური უნდა დაბრუნდეს ადვოკატთა ასოციაციაში და ამისთვის ადვოკატთა ასოციაცია იბრძოლებს და ეს იქნება ძალიან ღირსეული ნაბიჯი ჩვენი ახალი თავმჯდომარის მხრიდან, თუ ბატონ ირაკლი ამისთვის იბრძოლებს და ეს სამსახური დაბრუნდება ადვოკატთა ასოციაციაში, ვინაიდან ახლა ეს რეჟიმი, საერთოდ რეჟიმები თქვენ ხედავთ სოფლიოში რა ხდება. ეს რეჟიმები დიდხანს 21 საუკუნეში ვერ გაძლებენ. რეჟიმები, რომლებიც ადვოკატის ინსტიტუტს ებრძვიან, ის რეჟიმები ვერ გაძლებენ. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის რეჟიმისთვის რო გეთქვა, ანა, მე და შენ ხო ქუჩაში ვიდექით, სულ რომ ციხეში წახვალთო შენო მერაბიშვილიო თავში ხო დუბლიკა ჩაგვარტყავდნენ და ეხლა ხო უყურებ რა ქვია ის მოსამართლეები ასამართლებენ რომლებსაც დაშუკრავდნენ ხო სააკაშვილის რეჟიმი კი ბატონო ამიტომ ივანიშვილის რეჟიმისთვის უნდა იყოს ძალიან კაფიო ხვალზე როდესაც ეს რეჟიმი დამთავრდება რომელიც აგებულია ძირითადად ერთი ადამიანის ფინანსურ სიძლიერეზე, ხო? მოქალაქეთა კავშირი რო დაინგრა, ერთ ადამიანზე იდგა, ხო? დაინგრა და მოქალაქეთა კავშირმა 1% ვეღარ მიიღო, ხო? საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ხო ქართული ოცნების ხვედრია. აქედან გამომდინარე თუ სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეებს პროკურორებს თვითონ ივანიშვილმა დააფარა ხელი და იმიტომ დააფარა რომ ერთხელ კოტე კომულკემულიარასთან ვიყავი მე იუსტიციის მინისტრი ყოფილი სააკაშვილის და უზენაეს სასამართლო თავმჯდომარე და პირდაპირ ეთერში მითხრა რომ ბიძინა ივანიშვილი გვაფინანსებდა ჩვენ და ფულს გვიხდიდაო. ანუ ადამიანმა რომელმაც შეინარჩუნა ის ხალხი რომელსაც აფინანსებდა. როდესაც ეს რეჟიმი წავა და ახალი ხელისუფლება მოვა რას ფიქრობთ თვითოული მოსამართლე, თვითოული პროკურორი, თუ ჩვენ აი სამართლის სფეროში მოღვაწე ადამიანები ვამბობთ რომ ლია ორკოდაშვილი კარგი მოსამართლე იყო, მე ლია ორკოდაშვილთან პროცესი არ მქონია არც ერთი. არ მქონია, მაგრამ ყველა ამბობს რომ კარგი მოსამართლე იყო. ნუნუ კვანტალიანმა უზენაეს სასამართლოში როცა იხილებოდა სულხან მოლაშვილის საქმე განსხვავებული აზრით დაწერა რომელიც ძალიანად გადაიტანა მე ევროპის ადამიანის უფლებად სასამართლომ და იქ ლევან მურუსიძე იყო მასთან ერთად და თუ ნუნუ კვანტალიანმა განსხვავებული აზრი დაწერა ლევან მურუსიძეც მის მხარეზე რო ყოფილიყო ისაცოდაო ეხლა ცოცხალი იქნებოდა ადვოკატი არის დღეს და პროფესორია მაშინ მოსამართლე იყო ლალი ლაზარაშვილი უზენაეს სასამართლოს მოსამართლე რომელსაც უთხრეს დაიბარეს რომ ამაზე ხელი მოაწერო არ მოაწერა დაწერა განცხადება და წამოვიდა ნათია წკეპლაძე ბრწყინვალე მოსამართლე იყო ხო უზენაეს სასამართლოში და ბევრი ჩვენ ბევრი ლია ორკოდაშვილები ყავ, ლალი ლაზარაშვილები ყავ, ნათია წკეპლაძეები ყავ, ნუნუ კვანტალიანები ყავ, მაგრამ ეს ადამიანები სასამართლო სისტემიდან წავიდნენ, ან გაუშვეს და დარჩა სასამართლო იმ მოსამართლეების ხელში, რომელიც ფაქტობრივად ძალიან ბევრი მათგანი არ იცავს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხ სასამართლიანი სასამართლო უფლებად. ანა, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ასეთი. დღეს მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი ფაქტურად ვერ დადგება, იმიტომ რომ კანონმდებლობაში შევიდა უხეში ცვლილებები. აი მე მაქვს ეგეთი წინადადება, ამას ყოველთვის ვაჟღერებ და თქვენ მინდა რომ თქვენი აზრი მოისმინო. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შოდადგება კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა და ადვოკატი ამ საქმეს მოიგებს. თუ საქართველოს მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველში ჩაიწერა რომ
ევროკონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე. საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოსამართლის უპირობო განთავისუფლების საფუძველი. თქვენ გისვავთ კითხვას. მაშინ მოსამართლე პროკურორსა და ადვოკატს ერთნაირად მოусმენთ თუ არა და მოსამართლე შეგნებულად არღვევს თუ არა კონვენციის მე-6 მუხლს. რა თქმა უნდა არღვევს. რა თქმა უნდა არღვევს და არღვევს ხო, მაგრამ თუ იქნება ჩანაწერი რომ კონვენციის მე-6 მუხლი თუ დადგება ევროსასამართლოში გადაწყვეტილება ეს იქნება მისი განთავისუფლების საფუძველი. კიდე დაარღვევს ანა? ვერ დაარღვევს, მაგრამ მაგაზე მინდა გიპასუხო ზაზა რომ ეს არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა უვადოთ მოსამართლის დანიშვნა ისედაც. არა, უვადოთ კარგია ოღონდ უნდა აირჩიო. მე არ ვეძახ. არა, უნდა აირჩიო ოღონდ უვადო მოსამართლე და არა დანიშნო. უნდა აირჩიო. მე თუ ანაჟღენტი მინდა, ანაჟღენტი უნდა ავირჩიო. ანაჟღენტს არავინ არ დანიშნავს მოსამართლედ. იმიტომ უფლებადამცველებმა, მაგრამ ანაჟღენტს აირჩევენ მოსამართლედ. აი ეს განსხვავებაა ჩემი აზრით. კი, მაგრამ საქმე რაშია, იცით რომ ჩვენ გვაქვს ეს პრაქტიკაში, რომ თავიდან გქონია რომ კარგს ვაკეთებთ, კარგს ვირჩევთ და მე ძალიან ცუდ შედეგს ვიჭერთ ხოლმე ხელში ეს საქართველოში პრაქტიკაა ესეთი. ამიტომ მე მაგალითად ვერ ვეთანხმები უვადოს და გარდა ამისა მე არ მახსოვს, ეხლა შეიძლება ვინმე ადვოკატს ქონია პრაქტიკაში, რომ მოსამართლის დისციპლინარული რაიმე სახდელი. არ მახსოვს 2003 წლიდან ეხლა გაგვეცინება, მაგრამ ის საშინელი დრო, რომელიც ჩვენ გვახსოვს შევარდნაძის დრო, მაშინ უბრალოდ დარბაზში რომ ვახსენებდით იუსტიციის საბჭოს, მოსამართლებს ფერი გადადიოდათ. დისციპლინარულიც დგებოდა, ხსნიდან კიდევაც და მე უკვე წლები არის, მნიშვნელობა არ აქვს, აი რასაც ქვია მაპატიეთ ცოტა ისეთი გამოთქმა არის ქართული, კედელს ცერცვიში აყარეო, აზრი არ აქვს. პირდაპირ დისკებით, ყველაფრით უდასტურებ მოსამართლის გადაცდენას, დისციპლინარულს. მნიშვნელობა რა აქვს? ანა, მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ზაზა ხატიაშვილი ადვოკატი ყოფილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომ სანამ არ ჩაიწერება მოსამართლეთა დისციპლინარული კოდექსში, დებულებაში, რომ მოსამართლის განთავისუფლების უპირობო საფუძველია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე. ანუ თუ მოსამართლე დაარღვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, ყველა ნორმა არა. ანუ სამართლიანი სასამართლოს პრინციპს დაარღვევს. უნდა იყოს უპირობო განთავისუფლების საფუძველი. მოსამართლე რომელიც ზის იქ და იცის რომ თუ ადვოკატი მოიგებს კონვენციის მე-6 მუხლს, ის არ დაარღვევს. დღეს მოსამართლემა რა იციან, იცით, რომ მათ არავინ არ დასჭის. დისციპლინარული პასუხისმგებლობა მათ მიმართ არ დადგება. ამიტომ რასაც უნდა იმას აკეთებენ. საერთოდ უნდა ჩვენ მივახციოთ იმას, რომ მოსამართლის დასჯა თუ ის დაარღვევს კონვენციის მე-6 მუხლს, უნდა იყოს უპირობო. კი ბატონო, ჩვენი პროკურატურა რა ქვია ახორციელებს ჩემი აზრით პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ხშირ შემთხვევაში, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ. და ძალიან რთულია მათი მიერ წარმოებულ პროცესს ენდოს ადამიანი, მაგრამ თუ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იტყვის, რომ მოსამართლემ დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რაც თქვათ, ანაჟღენტმა მიიტანა 500 გვერდი მტკიცებულება, პროკურორმა 50 და ის 50 გაიზიარა, ანაჟღენტის არ გაიზიარა. მოსამართლეს თუ შეეშინდება 500-ზე შეიძლება 2 გაიზიაროს, ეხლა სულ დაუკარგავთ. ორის გაზიარება. არა, თუ არ შეეშინდა მოსამართლე საქართველოში, რომ ის დაკარგავს თავის პენსიას, თავის სამსახურს, თავის ხელფასს, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება საქართველოში და უფრო უარეს სახეს მიიღებს. როგორ ფიქრობ თქვენ, ანა? არა, გეთანხმები ზაზა, მე ვფიქრობ, რომ ვინც ცოტა ოდნავ ჭკუათ მყოფელია, მე პროფესიასაც აღარ გულისხმობ, აქ მნიშვნელობა არ აქვს, შენ იურისტი ხარ, ექიმი ხარ, თუ ტაქსის მძღოლი ხარ, ვისაც ლოგიკური მსჯელობა აქვს, ყველა დაგეთანხმებათ მაგაში, რა თქმა უნდა. არ შეიძლება ესეთი აშვებულობა გარკვეულ პროფესიებში. ისე ვიძახი, რომ სასამართლო ეს არის საფუძველი, სახელმწიფოს სახე არის სასამართლო. საერთოდ სამართლიანი სასამართლოს გარეშე ქვეყნის განვითარება გამორიცხულია. ეკონომიკის განვითარება გამორიცხულია. საქართველოში, რომელიც არის ძალიან მიმზიდველი ბიზნესთვის, არიდება ფული იმ რაოდენობით, რაც უნდა ჩაიდოს. რატო? იმიტომ რომ ფული უნდა დაიცვას სასამართლომ.
და სასამართლო როდესაც საქართველოში არ არსებობს ისეთ დონეზე, რა დონეზეც უნდა არსებობდეს, როდესაც ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები გეუბნებიან, რომ არის კლანური მმართველობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სასამართლოში ფული არიდება. ანა, სამართლიანი სასამართლო საერთოდ ფართო მცნებაა. სამართლიანი სასამართლო მოიცავს გამოძიების ეფექტურად განხორციელებას. ეფექტური გამოძიება კონვენციის მე-13 მუხლით არის განსაზღვრული, ასევე კონვენციის მე-6 მუხლი გეუბნება, როგორი უნდა იყოს ეფექტური გამოძიების სტანდარტი. მე მაინტერესებს საქართველოში პროკურატურის მხრიდან, ან კიდე პოლიციის საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არის თუ არა დაცული ეფექტური გამოძიების პრინციპი და აი თქვენ როგორც ადვოკატი რას ისურვებდით, ანა, როგორი უნდა იყოს ეს გამოძიება? იცით ინდივიდუალური არის აღნიშნული, თუმცა ნახეთ მე მაგალითად ახლა არ მინდა დავასახელო კონკრეტულად სახელები, გარდაიცვალა ბიჭი ჩემ ერთ-ერთ კეისზე, ტელეფონი არის აუცილებლად გასახსნელი, ექსპერტიზამ ვერ გახსნა თითქოს და შესაბამისად კიდე ეჭვი არ შემეპარებოდა, იმიტომ რომ იქ ჩვენებები არის როგორ იცით, რადიკალურად შეცვლილები, მოწმეების და ასე შემდეგ. როდესაც რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობით და მოსამართლის ბრძანებით გადაუგზავნა გენერალურ პროკურატურას, რომ შეერთებულ შტატებში გადაგვეგზავნა ეს ტელეფონი, ჯერ ხოთვეების მანძილზე გვატყუებდნენ, რომ გადაგზავნილი არისო. და მერე აღმოჩნდა ზუსტად ახლა ხანს, რომ პროკურატურის პასუხი არის ძალიან უცნაური, რომ წინ ეს ტელეფონი არ გაიხსნებაო და გარდა ამისა იმხელა რესურს შეიცავსო ამის გადაგზავნაო და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა არის დაუჯერებელი, მით უმეტეს ისე ვიძახი, რომ დადგება დრო, რომ მე ზუსტად გპირდებით, რომ თქვენ გადაცემაში ვიტყვი, რომელ ადამიანებზეც არის საუბარი და ვისი ინტერესიც არის აქ, ამ ბავშვის გარდაცვალება და ფაქტობრივად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. აი რა უნდა გავაკეთოთ ასე, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. გენერალური პროკურატურა მეუბნება უარს, რომ 21 წლის ბავშვი გარდაიცვალა და ისე ძვირიაო ამის, ძალიან რესურსული არისო, ამის გადაგზავნაო. აი ამაზე არის საუბარი, უბრალოდ ახლა რაღაც გარკვეულ საქმის მასალების გაცნობა გვჭირდება და ამაში მიგვდის პატარა დრო, თორემ მე გპირდებით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება ვინმეს შეექმნას აი ამ საქმესთან დაკავშირებით. თქვენ არ მოგცეთ მასალები გადასწრებით? დაზარალებულათაც არ ცნეს ჯერ. მეორე ორ წელიწად ნახევარია. ესე იგი, ანა, ეს არის უდიდესი პრობლემა. ძალიან. დაზარალებლად რო არ ცნობენ ადამიანებს, მე ერთ პორტუგალიელ მოქალაქეებს ვიცავ, სადაც ორი ბავშვი გარდაიცვალა და ბავშვების გარდაცვალების საქმეზე არ ცნეს მშობლები, იმიტომ რომ ის იყო სუროგატი დედის მიერ გაჩენილი და მშობლები ფიქრობენ, რომ მოხდა საკანონმდებლო დარღვევები და დაზარალებული სტატუსს არ აძლევენ. მე მინდა უთხრა პროკურატურას, რომ 56 მუხლი თქვენ გავალდებულებთ, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ხდება მშობელი. რა თქმა უნდა. თქვენ ვალდებული ხართ გამოიტანოთ დადგენილება დაზარალებლად ცნობის შესახებ. თუ მერე გაირკვევა, რომ პროკურორმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, არც ეს არის პრობლემა და აღმოჩნდება, რომ ეს პირი დაზარალებული არ არის, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ გამოიტანოთ დადგენილება და გააუქმოთ დაზარალებული სტატუსი. ეს უფლება მოგცათ თქვენ საპროცესო კოდექსმა. აი ქალბატონი ანა რასაც ბრძანებს, ანა რატომ არ გამოაქვს პროკურატურას გადაწყვეტილება დაზარალებლად ცნობის თაობაზე? აი მე მინდა მაყურებელს უთხრა, არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითა, რომ მათ უფლება არ აქვს, არ გააცნონ და არ გადასცენ ასლების სახით დაზარალებულ საქმის მასალები. თქვენ ანაჟღენტმა, ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც არის დაზარალებული, რომ არ მიიღონ საქმის მასალები, არ გაუჩნდეთ ჩაატარონ ექსპერტიზა, ამიტომ როდესაც სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ ეფექტური გამოძიება არ ჩატარდეს,
ამას სახელმწიფო აკეთებს და ბოლო საქმე 2023 წელს იყო მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაარღვია კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა. ეს არის ყველაზე მძიმე მუხლი. ანუ სიცოცხლის უფლების ხელყოფა კონვენციის მეორე მუხლი დაადანაშაულა სახელმწიფო, რომ დაზარალებულ მხარეს საქმის მასალები არ გადასცეს და პროცედურულ ნაწილში თნო საქართველოს სახელმწიფო დამნაშავედ. საქართველოს პრეზიდენტი იხდის სასჯელს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გერგულიანი საქართველოს წინააღმდეგ. იქ მონაწილეობდნენ პროკურორები, ხო? იქ მონაწილეობდნენ მოსამართლეები. მაჩალიკაშვილის საქმეში გამოვიდა კონვენციის მეორე მუხლით გადაწყვეტილება. ანა, ჩვენ რო ვიყოთ შემდგარი სახელმწიფო, გეკითხებით, უნდა დადგეს თუ არა სისხლის სამართლების დევნის საკითხი იმ მოსამართლის მიმართ, იმ პროკურორის მიმართ, რომლებმაც შეგნებულად დაარღვიეს კონვენციის მეორე მუხლი. მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლომ მიუთითდა საქართველოს, რომ ამადამ თქვენ საქმეებზეო მე თქვენ გითხარითო, რომ არ შეიძლება დაზარალებულს არ მიცეთ საქმის მასალებიო. და აი საბჭოთა კავშირის დროს თქვენ გახსოვთ დიდი ხნის ადვოკატები ბრძანდებით და შევარდნაძის დროსაც დაზარალებული მხარე ვიყავით ხალხო. ყველაფრის უფლება გქონდა და დღეს არაფრის უფლება არ აქვს. ერთადერთი საკონსტიტუციო სასამართლო მოგცა უფლება საქმის მასალები გადავიღოთ, ხო ანა? და იმასაც არ ხშირ შემთხვევაშიც დაზარალებულს ეკუთვნის საქმის მასალების ასლები და გეუბნები პროკურორს შეუთანხმდები. ვინ არის, რატო უნდა შეუთანხმდეს პროკურორს გამომძიებელი? როდესაც მე უფლება მაქვს ავიღო, დაუყოვნებლივ ავიღო, მაგრამ მე უფრო უკეთეს გეტყვით, ზაზა. სხვა საქმეები არა, მაგრამ იმ საქმეზე, სადაც მე ვიყავი დაზარალებულად თავდასხმაზე ცნობილი, გამომძიებელმა ისე შეიტანა სასამართლოში, რომ საქმის მასალები არ გადმომცა. მე აი, ეხლა ამაზე ადვოკატს რომ ამას გაგიბედავენ, სხვა საერთოდ რა თქმა უნდა, ეს არის დადგენილი პრაქტიკა. დღემდე ვითხოვ, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მაინტერესებს და არ მაძლევენ და გარდა ამისა გამოყოფილ საქმეზე, სადაც კადრები პირდაპირ ჩანს, დევს ეს საქმე. დაზარალებულად არ ვარ ცნობილი. და დაზარალებულად რა სადაც ცნობილი ხარ თქვენ? იმაში ხო, ვალდებული ვიცი მე, ვალდებული არიან რომ გადმოგცენ მასალები. ეს არის საკონსტიტუციო. მე სასამართლოდან ავიღე თუ არ? ანუ ყურე, თუ თქვენ არ აგიღიათ, აი მე რა გავაკეთე ახლა. ერთ-ერთ საქმეზე, როცა დაზარალებულს არ გადასცეს საქმის მასალები, ეს არის ექიმ გიგა ავალიანის მკვლელობა. ხო. დაზარალებულმა მოითხოვა საქმის მასალების არ გადაცემის გამო სისხლის სამართლების დევნის დაწყება პროკურორზე. და მიუთითეთ მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ. ის პროკურორი მიხვდა გენერალური პროკურატურა და ჩამოაშორეს საქმეს, მაგრამ დევნა რა თქმა უნდა არ დაიწყეს, იმიტომ რომ ის პროკურორი დადის და დღეს გამოდის სხვა საქმეებზე. თუმცა საქმეს ჩამოაშორეს. საერთოდ აი ესეთ მანკიერი პრაქტიკა პროკურატურაში, ხო, რომელიც არის საბჭოთა კავშირიდან მოდის ეს უბედურება და ჩემი აზრით პროკურატურა ვერ განთავისუფლდა საბჭოური რეჟიმისაგან. მოდის ეს უბედურება და გეუბნებიან, რომ ანუ აღარ დაშტამპულად უნდა მოქმედებდეს პროკურორი. პროკურორს უნდა კონდეს ყველა პროკურორს, მას უნდა კონდეს ყოველგვარი ზეწოლის, ყოველგვარი შეკითხვების გარეშე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ჯერ ერთი მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას გამოძიება არ უნდა კონდეს საერთოდ. ხო. და უნდა ერთვებოდეს საქმეში როგორც ადვოკატი სასამართლოში და გამოძიება როგორც ფედერალური ბიურო არის ამერიკაში, უნდა შეიქმნას ერთიანი ფედერალური ბიურო და ამით ქვეყანა დაისვენებს, იმიტომ რომ გამომძიებელს ექნება ყველანაირი უფლება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ეფექტურ გამოძიებას ხელს შეუწყობს თუ შეუშლის? რომ ერთი გამოძიება იყოს, არც სუსი, არც ფინანსური პოლიცია, ერთი გამოძიება. კი ბატონო, აი ზაზა სხვა შორის თქვენ ახსენეთ ახლა საბჭოთა კავშირის კლიშეადებთ დღესაცო. მე ისევ გეუბნებით, რომ ის საბჭოთა კავშირის პროკურატურა, რასაც მე საერთოდ ახლა უყურებ, როგორ ვთქვა, განათლების დონეზე ისედაც ჩვენ გვახსოვს სპეცოპერაციაზე პროკურორი ესწრებოდა, არ არსებობდა ბრალდებული, რომ პროკურორი პირადად არ შეხვედროდა, პირადად ესაუბრებოდა ოჯახურ მდგომარეობაზე. მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ისე ვიძახი, 2003 წლის მერე არავინ არ მითხრას, რომ სააკაშვილის რეჟიმიდან აი რამე შეიცვალა მაგ მხრივ. რა მიდგომებიც იყო და როგორც არის პროკურატურის მართლობა
დღესაც მოდით პირდაპირ მწარე სიმართლეს ვიტყვი რა ფაქტობრივად ეხლა გამოსდით თუ არა სხვა არის მაგრამ ადვოკატურაზეც და სასამართლოზეც მართველი არის პროკურატურა პროკურორს არცალია არც გაფრთხილებენ რაც მთავარია ჩვენ ხო ერთი პროცესი არა გვაქვს გზაზე შეიძლება სხვა პროცესი გადადო იმის გამო რომ მივიდე და პროცესზე საათნახევარი მალოდინონ და მე მითხრან იცი რა პროკურორი ტრენინგზე არის აბა მე გავბედო ტრენინგის გამო გავაცდინო მაგრამ მე ხლა ძალიან დიდი იმედი მაქვს სხვათა შორის ძალიან მინდოდა აღმეკნიშნა კი ბატონო ძალიან რაც ხდება ჩვენ კარგად ვიცით რომ ჩვენი ადვოკატთა ასოციაციის ეხლანდელი თავმჯდომარის არჩევნების წინ ძალიან მწვავე საარჩევნო კომპანიები იყო სხვათა შორის მეც არ ვიყავი დღევანდელი თავმჯდომარის გუნდში თქვენც კარგად იცით მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს ის ცვლილება რაც მოხდა ასოციაციაში ძალიან შეკავშირებულად ხდება ყველაფერი ასოციაცია გაიხსნა ადვოკატებისთვის მინდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება და მე ამითი ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენ იცით მე არ ვარ ის ადამიანი რომელიც რაღაც იდეის გამო შესაძლებელია არ დავინახო სიმართლე პირიქით აი ძალიან დიდი აღფრთოვანება მინდა გამოვთქვა ილრაკლი კანდაშვილის მიმართ და არ ვიცი ალბათ ეს ყველა ზაზა ყველა ადვოკატს ხვდება ყველა ადვოკატს ხვდება აბსოლუტურად ყველა ადვოკატს ეხმარება რა თქმა უნდა და ეხლა მართალი გითხრათ ხანდახან მეცინება ხოლმე რომ მარტო ჩემ ცეცხლს და კრიტიკას რა ჩუმად და წყნარად იღებდა ხოლმე ეგ არის კარგი თავმჯდომარე რომ ნამდვილად რომ ყველა ადვოკატის კრიტიკაც მიიღოს და მოусმინო. კი, სხვათა შორის და აი ისე მინდა რომ მივმართო. მართლა კიდევ ერთხელ თუ მომცემთ ნებას რომ ანა ეს არის უცენზურო გადაცემა, რამდენი ხანიც გინდა ილაპარაკე, რაც გნებავ თქვი. ანუ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით, რა კანონმდებლობაც არ უნდა შეიცვალოს. ჩვენ თუ ერთად არ დავდექით. ის კანონმდებლობა როგორც იყო, შეცვლილიც და არა შეცვლილიც, ისევე რო იტყვიან მკვდარზე ვენოკად დარჩება. ჩვენ თუ ვერ შევძელით ერთად დადგომა და ერთად ხმის ამოღება. ეს ყველაფერი არის ფუჭი ამ შემთხვევაში და ყოველი მოქალაქე თავის თავზე გამოცდის, რას ნიშნავს ადვოკატი. თუ აი ესე წავიდა ადვოკატის დაკნინებით, აი ეს პოლიტიკა. იმიტომ რომ დღეს არა მარტო პროკურატურა და სასამართლოს მხრიდან, არამედ ძალიან არასწორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად საზოგადოებას. ჩვენ კარგად ვიცით რომ ნებისმიერ ბრალდებულს აქვს უფლება რომ ყავდეს ადვოკატი. გარკვეულ საქმეებზე ხდება რაღაც სოციალური, ეგრეთ ვთქვათ, წარმოდგენის ჩამოყალიბება და მიდის ადვოკატების ბულინგი, ადვოკატების ლანძღვა, მუქარები ეს სრულიად დაუშვებელი არის. ეს არის დაბალი სამართლებრივი კულტურის ნამდვილად, ეხლა მეც რამდენჯერ დამიცვია გახმაურებულ საქმეებზე და კომენტარებს ვკითხულობდი და ადვოკატიც მასთან ერთად უნდა დაიჭირო, უნდა ჩამოახჩო, შვილი უნდა მოუკლა. ნუ რაღაც იცით რა არის, ჩვენ ფსიქოლოგიურად უძლებთ ამ ყველაფერს, მაგრამ არიან ადვოკატები, ჩვენი კოლეგები, მით უმეტეს ახალგაზრდები, ძალიან კაი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც მე ვიცი რამდენიმე ჩამოცილდა, ვერ გაუძლეს. ძალიან დიდი სტრესი მიიღეს ამის გამო და მე ვფიქრობ რომ ამაზეც უნდა რა თქმა უნდა იყოს შესაბამისი კანონმდებლობა და მარტო ის მუხლი არა რაც მაშინ ჩვენ საქმეზე გავაცოცხლეთ ჩვენ თუმცა ბოლომდე ვერ გავაცოცხლეთ აქ უნდა მკაცრად იყოს გაწერილი აბა პროკურორს გაუბედონ ის რასაც ადვოკატებს უბედავენ არა ანა უყურე თქვენ დაიწყეთ ბრძოლა, როცა თქვენს მიმართ საადვოკატო საქმიანობაში ხელშეშლა განხორციელდა. რომელიმე ადვოკატმა რო შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს, რომ საადვოკატო საქმიანობაში ხელი შემეშალაო ნებისმიერზე, პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება და რატომ? რომ ადვოკატებს შესახებ კანონის 38 მუხლი, რომელიც იძავს ადვოკატს, გაწერილია რა შეიძლება იყოს ეს იყო ერთ-ერთი ინიციატივა ჩემი საადვოკატო საქმიანობის ხელი შეშლა, იქ არის ყველაფერი. ამიტომ თვითონ ადვოკატი ამას არ უნდა იტანდეს, როგორც თქვენ არ აიტანეთ, თქვენ რო განცხადება არ შეგეტანათ, ხო?
და არ მოგეთხოვათ დაზარალებულად ცნობა და სისხლის სამართლების დევნის დაწყება იმ პირების მიმართ, რომლებმაც თქვენზე იძალათ ეს. ვინმე ამას გამოიძიებდა? ზაზა საქმეც მაგაშია, რომ ვინც რეალურად იძალა და იმათ მიმართ გამოყოფილი არის საქმე და არავინ არ დასჯილა. ხო, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ. მე ვფიქრობ, რომ გავიდა უკვე დრო იმდენი, რომ ევროსასამართლოს უნდა მიმართოთ არაფექტური გამოძიებით და მოვითხოვოთ ყველა იმ პირის დასჯა, რომლებმაც ხელი დააფარეს და მნაშავებს და როდესაც პროკურორი დაჯდება საბრალდებო სკამზე, მე ეწოდინება სხვა პროკურორს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. აი მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ თქვენ და გაგახსენოთ, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლების სათავეში 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი გაანთავისუფლეს, მათ შორის თქვენი დაცვის შვილს ყოფიც იქნებოდა ალბათ. კი. და პოლიტიკური პარტიისა პატიმარი ზაზა ხატიაშვილმა და ანა ჟღენტმა ხო არ აქციეს. მათ ყავდათ პროკურორი, მათ ყავდათ მოსამართლე. როდესაც სახელმწიფოს გამოაქვს პარლამენტს დადგენილება, რომ 250-მდე პოლიტპატიმარი განთავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და იმ პროკურორებს და მოსამართლეს აწიანურებენ. არის თუ არა ეს ანა იმის მაჩვენებელი და წახალისება იმისა, რომ პროკურატურამ და მოსამართლემ რაც უნდა გააკეთონ, მათ ყველაფერი ეს რა თქმა უნდა. მე ვთვლი, რომ სხვათა შორის ახლა იგივე ქალბატონ ილია ორკოდაშვილი რო ვახსენეთ, ის ახლა სააკაშვილის პერიოდშიც მუშაობდა, მაგრამ მე ახლა ვერანაირად ვერ ვიტყოდი, რომ ქალბატონ ლიას არ უნდა იმუშავა მოსამართლედ. აქ უნდა გადაიხედოს მოსამართლის кейსი ინდივიდუალური. ადამიანი, რომელიც აგურების არ დავასახელებ ახლა სახელს და აგურების 15 აგურის იმაზე, რა ქვია, ქურდობაზე 20 წელს და 17 წელს მიუსჯიდა. იცით რა არის? არ უნდა იყოს მოსამართლე. მით უმეტეს მაშინაც შესაძლებელი იყო, ეს არასწორი არის, რომ სიტყვაზე მხოლოდ შეკრებითობით. მაშინაც შესაძლებელი იყო შთანთქმის პრინციპით მოქმედება, მაგრამ არ მოქმედებდნენ. არ ითვალისწინებდნენ ადამიანის ოჯახურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას და თქვენ კარგად იცით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მაშინ ციხეზე. იმაზე არ ვსაუბრობ, რომ ცემით და წამებით. ისე რამდენი გარდაიცვალა, ხო? ამიტომ ზაზა, მე ვთვლი, რომ რა თქმა უნდა, ის განაჩენები, რომლებიც იყო პოლიტპატიმრებს ეხებოდა, თუ ნებისმიერ ნაწამებ პირს, აი ახლა წულუკიანს რო ქონდა კომისია. რამდენი ყოფილი პატიმარი იყო იქ და მოსამართლესთან ქონდა შეხება. იქიდან რომელი მოსამართლეა გათავისუფლებული? მე არ მაქვს საუბარი დასჯაზე, ღმერთო ჩემო, ახლა მძიმე მარხვაა და მოდით ნუ ვილაპარაკებთ ისე ვთქვა დასჯაზე. არ უნდა წავიდეს ანა, მაგრამ მან უნდა პასუხი აგოს. მე ხო და მაგას ვიძახი, მე მაგასაც რო თავი დავანებოთ. მინიმუმ რო ხალხი არ გაღიზიანდეს, გაათავისუფლე მაინც. მინიმუმს ვიძახი მე არ ვიძახი კადონით მოქმედებას. იმიტომ რომ მიყავს ეს პატიმრები, ალაპარაკებ, უიმე როგორ აწამებდნენ. ჩვენზე მეტად არავინ არ იცის როგორ აწამებდნენ, მაგრამ პარალელურად რო აჯილდოვებ იმ მოსამართლეს, ვის გამოც ეს პატიმარი ციხეში უკანონოდ იჯდა. მე სად გადის ზღვარი მაშინ სამართალსა და არასამართალს შორის, სიმართლესა და სიცრუეს შორის. მაშინ ვინმე მიპასუხოს. ძალიან საინტერესო კითხვა დასვა ანა ჟღენტმა, ცნობილმა ქართველმა ადვოკატმა, სად გასდის ზღვარი სამართალსა და უსამართლობას შორის. ეს კითხვა ალბათ უნდა დაუსვათ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც როცა მოდიოდა ხელისუფლებაში და ჩვენ ქუჩაში ვიდექით და ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის დროს. მოვიდა და იმ ადამიანებს დაუწყოდევნა, რომლებიც ვიყავით სამართლიანი სასამართლოს მხარეზე და იმ ადამიანების ხელით დაგვიწყოდევნა, რომლებიც მაშინ ებრძოდნენ ნებისმიერ პროგრესულს, რომელიც საქართველოში ხორციელდებოდა და ინერგებოდა. მეგობრებო, დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივიდა. დღეს იყო ძალიან ცნობილი ქართველი ადვოკატი, ქალბატონი ანი ჟღენტი, ძალიან კარგი დედა ჩვენთან პირდაპირ ეთერში და ძალიან გაგვიხარდება ქალბატონო ანათო ხშირად გვესტუმრებით. დიდი მადლობა სტუმრობისათვის. მე მინდა დაგემშვიდობოთ.
უფალმა დალოცოს, გააძლიეროს საქართველოს ამარხვაში. ძალიან კარგია რომ მართლმადიდებელი საზოგადოება დადის ეკლესიაში ანა, ეკლესიები სულ სავსეა და მე ვისურვებდი რომ საქართველოში ქართველი ერი იყოს ამ ქვეყნის ბატონ პატრონი და არა რომელიმე რეჟიმი. კარგად ბრძანდებოდეთ.